საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმში ქართული და უცხოური პირველი გამოცემები გამოიფინა, რომლებიც ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ფონდშია დაცული. გარდა მუდმივ მოქმედი ექსპოზიციისა, დამთვალიერებელი იხილავს ქართველი მწერლების პლატონ იოსელიანის, დანიელ ჭონქაძის, კონსტანტინე გამსახურდიას, ტიციან ტაბიძის, გალაქტიონ ტაბიძის, ლადო ასათიანის და სხვათა ნაწარმოებების პირველ გამოცემებს. გამოფენაზე ქართულ ნიმუშებთან ერთად დამთვალიერებელი პირველად იხილავს ისეთი ნაწარმოებების პირველ გამოცემებს, როგორებიცაა ალექსანდრე ძიუმას კავკასია, ჟიულ ვერნის 80,000 კილომეტრი წყალქვეშ, არტურ კონან დოილის შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი და ალექსანდრე ძიუმას ქალი კამელიებით. წიგნის მუზეუმის სივრცეში საინტერესო გამოფენის მოწყობის იდეა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილების უფროსს შორენა ოსიპოვას ეკუთვნის. იშვიათ გამოცემათა განყოფილება შექმნილია იმისთვის, რომ იშვიათი წიგნები ინახებოდეს აქ. ამიტომ ეს ამბავი დაიწყო მე-20 საუკუნეში და რასაკვირველია, აქ ბევრი საინტერესო ეგზემპლარია თავმოყრილი. მეც ვიმუშავე ამ პროექტზე, ჩვენ ვიძენთ კერძო პირებისგან იშვიათ გამოცემებს და გარდა ამისა, გვაქვს ასეთი გამოცემები ჩვენ საერთო ფონდში. ეს არის წიგნები, რომლებითაც სარგებლობდა თბილისის და საქართველოს მოსახლეობა 19 საუკუნიდან მოყოლებული დღემდე. მოხდა მათი ნაწილის გამოყოფა და ჩვენს ფონდში გადმოტანა. აღმოვაჩინეთ ბევრი საინტერესო ეგზემპლარი, მათ შორის პოპულარული უცხოური გამოცემები, ბევრი ჩვენი საყვარელი მწერალი, რომელსაც ბავშვობიდან ვკითხულობთ, მაგალითად ესეთია შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი, 80,000 კილომეტრი წყალქვეშ ჟიულ ვერნის. ასევე ძალიან საინტერესოა ალექსანდრე ძიუმას კავკასია. ეს არის სულ პირველი გამოცემა, რომელიც აიკინძა პერიოდული გამოცემებიდან თავდაპირველად დაიბეჭდა ჟურნალში, რომელიღაც კერძო პირმა შეაგროვა ეს ყველაფერი და შეკრა წიგნად. ვიდრე წიგნად გამოვიდოდა, ეროვნულ ბიბლიოთეკას, მაშინდელ საჯარო ბიბლიოთეკას უკვე ჰქონდა ძიუმას კავკასია ფრანგულ ენაზე აკინძული და მკითხველისთვის გამზადებული. ექსპოზიციამ სამწუხაროდ ვერ დაიტია, რასაკვირველია, სრულად საინტერესო ეგზემპლარები და ვფიქრობთ, თუ როდისმე გავფართოვდით და გვექნება საშუალება იმისა, რომ გამოფენა უფრო გაფართოვდეს, ბევრად მეტ საინტერესო ეგზემპლარებს შემოგთავაზებთ. როგორც იშვიათ გამოცემათა განყოფილების უფროსმა შორენა ოსიპოვამ აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმში გამოფენილი ქართული და უცხოური პირველი გამოცემების ციფრული ვერსიები ბიბლიოთეკის საიტზე აიტვირთება და ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. შეგახსენებთ, რომ წიგნის მუზეუმი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში მდებარეობს.